ჩვენ დავბრუნდით ეთერში აღამის კომუნიკატორი, როგორც გითხარით, ჩვენი სტუმარია ბატონი ზურაბ ბერეჟიანი, რომელიც გახლავთ ლაკულას უნივერსიტეტის, ასევე გრანდ-სასოს ნაციონალური ლაბორატორიის პროფესორი. დიდი მადლობა მობრძანებისთვის, ბატონო ზურაბ. გამარჯობა, მადლობთ რომ მოხვედით. და მოდი დავიწყოთ, თავიდან მოდი გავეცნოთ მაყურებელს და თქვათ, აი ეს დაწესებულებები რა მიმართულებით მუშაობს და თქვენ თქვათ რა მეცნიერულ კვლევებს ატარებთ. აქ დავიწყოთ. ჩემი უნივერსიტეტი იტალიაში, იტალიის ერთ-ერთი სტანდარტული უნივერსიტეტია თავის ფორმირების ნორმალური კურსით, მრავალდარგოვანი და მათ შორის ფიზიკის ფაკულტეტიც გვაქვს, რაც ვასწავლით ფიზიკის პრაქტიკულად ყველა დარგებს. რაც შეეხება გრან-სასოს ნაციონალურ ლაბორატორიას, ეს არის ალბათ მსოფლიოში ყველაზე დიდი ასტრონაწილაკების ლაბორატორია, სადაც აპენინების მთების სიღრმეში, გვირაბში, რომელიც კვეთავს აპენინებს იტალიის ერთი მხრიდან მეორეში 12 კილომეტრის გზით. აი იქიდან არის შესასვლელი უზარმაზარ ლაბორატორიას, სადაც 4 დიდი ექსპერიმენტალური დარბაზია, ერთი სტადიონი ცხელაა თითქმის, სადაც ტარდება ექსპერიმენტები და რატომ მთის ქვეშ რომ დაფარონ ფონი კოსმოსური სხივების და სხვა გავლენების, ძალიან იშვიათ მოვლენებს ვეძებთ, როგორც ნეიტრინოების ურთიერთქმედება, ბნელი მატერიის არსებობა და ასე შემდეგ. ფაქტობრივად ძალიან ბევრი ექსპერიმენტი ტარდება, ძალიან ბევრი შედეგები და შესაბამისად არსებობს იქ ასევე არც თუ ისე დიდი, მაგრამ სოლიდური თეორიული ჯგუფი. თქვენი საქმიანობის ძირითადი სპეციფიკა რა არის იგივე მე როგორც ეს დავიწყე როგორც ელემენტარული ნაწილაკების თეორეტიკოსმა ჯერ კიდევ თბილისიდან, შემდეგ თანდათან ფართოვდებოდი სხვადასხვა მიმართულებით ნაწილობრივ კოსმოლოგიაში, ისე ნაწილაკების ფიზიკაში და ასე შემდეგ, ასე ვთქვათ. სადაც მაინტერესებს ყველგან. ბატონო, ვერ გავუშვებ შეაძლებლობას, რომ არ მოვისმინოთ თქვენი შეფასება აი ამ აღმოჩენის შესახებ, გრავიტაციული ტალღების შესახებ, როგორ აფასებთ ამ მოვლენას? რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა არის და გვაძლევს ძალიან ბევრი ფიქრის საფუძველს, იმიტომ რომ თავისთავად რომ წარმოვიდგინოთ, ერთი მხრივ თითქოს ახალი არაფერი გაგვიგიათ, თეორეტიკოსები იმას, რომ გრავიტაციული ტალღები უნდა არსებობდეს, ძალიან დიდი ხანი მიჩვეული იყვნენ. 100 წლის წინ აქ ნაწილმას წერტყუველი ფენომენია. იმდენად სუსტი და იმდენად იშვიათი, რომ მარტო დღეს იქნა შესაძლებელი. ამას შავი ხვრელების დაჯახება საკმაოდ იშვიათი მოვლენაა. შავი ხვრელების დაჯახება იშვიათი მოვლენაა. ისეთი გრავიტაციული ტალღები, რომელიც უფრო ხშირი მოვლენით უნდა წარმოშობილიყო, როგორც მან ნეიტრონული ვარსკვლავების დაჯახების ჯერჯერობით დამზერილი არ ყოფილა, უფრო მაღალ სიხშირეზე უნდა ყოფილა, ასე ვთქვათ, ცოტა სხვა პირობებში. თვითონ ორი შავი ხვრელის წარმოშობაც კი ძალიან იშვიათი მოვლენაა, ამიტომ ორმა ძალიან ძლიერმა მძიმე ვარსკვლავმა უნდა განიცადოს კოლაფსი, ისე რომ ნეიტრონული ვარსკვლავები კი არ გააჩვენა, პირდაპირ შავი ხვრელები წარმოქმნიდა, ერთმა არ დაშალოს მეორის კოლაფსი, ასე რომ თეორიულად მაინც შესაძლებელი უბრალოდ შეფასებულია, მაგრამ ალბათ თუ ეს მართალია, შეიძლება მოგწეს იმის ფიქრის საშუალება, რომ სინამდვილეში არც თუ ისე იშვიათი მოვლენა არის. თუ მაგალითად შემდეგ 10 წელიწადში ერთხელ გამეორდა, ან შემდეგ 100 წელიწადში კიდე ერთხელ, ესე იგი მაშინ გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ, რომ იქნებ რაღაც სხვა ფიზიკაც კი არის იმის შიგნით, ასეთი შავი ხვრელების წარმოშობის, კი შავი ხვრელებს აქვთ უფრო მეტი წონა სოფლიოში, სამყაროში და ამიტომ ამ ხრივალი საინტერესო. ძალიან სერიოზულად და ვიფიქროთ, რა შედეგები შეიძლება მოგვეცეს. ამ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ეს ლიგო ხო ეს დანადგარი, რომელთაც მოხდა აღმოჩენა, ახალი გაშვებულია, ასე ვთქვათ, და ნუ ისე ახალი, მაგრამ უკვე რამდენი ხანი დიდხანს ფიქრობ, იზრდება და იზრდება მისი მგრძნობიარობა, ასე ვთქვათ. არის მესამე დანადგარი ვირგო, რომელიც იტალიაშია, პიზასთან ახლოს. აი ესეც რომ ყოფილიყო ჩართული ამ საცდელი ჩართვის დროს და სამივეს ერთად დაედასტურებინა, ესეთი ფენომენი მაშინ იქნებოდა, რა თქმა უნდა, კიდევ უფრო ძლიერი დამტკიცება, რომ ეს მართლა გრავიტაციული ტალღების სიგნალი იყო და არა შემთხვევითი ხმაური ინსტრუმენტული, ასე ვთქვათ, მაგრამ ეს იყო აკუსტიკურად, ხო? ნუ სამდროში აკუსტიკური არ არის, არამედ ლაზერების ჩვენ გვაჩვენეს, ანუ საზოგადოებას წარმოგვიდგენს აკუსტიკური. რაღაც აზრით შეიძლება ყველა ტალღა აკუსტიკურად შეიძლება ჩათვალო მაგას, და სამდროში არის სივრცის დეფორმაცია, რომელიც ვრცელდება როგორც ტალღა, როგორც თქვა რომ ჩააგდოთ ძალიან ხშირად გვეუბნებიან ჩვენ, რომ ამ აღმოჩენის შემდეგ ჩვენ გვექნება შესაძლებლობა გრავიტაციული ტალღების მეშვეობით შევისწავლოთ სამყარო, ხო? აი რაღაცა სულ მესმის ეს წინადადება, რას გულისხმობს ეს ადამიანურ ენაზე? თუ ისეთი იშვიათი მოვლენა არ არის, რა თქმა უნდა, გრავიტაციული ტალღები, როგორც ითქვა, რომ
ერთხელ 200,000 წელში ესეთი რანგის გრავიტაციული ტალღები, რა თქმა უნდა, თუ ხშირად გამეორდება, შევისწავლეთ სამყაროს, ან თუ მგრძნობიარობას გავზეთ იმდენად, რომ უფრო დიდი მოცულობა დავფაროთ სამყაროს, იმიტომ რაც უფრო შორს არის, მით უფრო ჩვენ სამჩვენდამოვა ძალა ეკარგება გრავიტაციულ ტალღებს და აი ესე იმაზე ლაპარაკ რამდენად გაგვიმართლებს და კიდე გვექნება თუ რა შესაძლოა დავინახოთ ესეთი და სხვა მსგავსი მოვლენები, რომელსაც ველოდებით მაგალითად ნეიტრონული ვარსკვლავების დაჯახებისგან და ასე შემდეგ. აქამდე წყარო თქვა რაღაც ინფორმაციის მიღების იყო ელექტრომაგნიტური ველები, ხო? და შევიცნობთ დღეს დღესაც რჩება ყველაზე მძლავრი მეთოდი ინფორმაციის მიღების, ანუ სინათლის საშუალებით ძალიან შორს ხედავთ სამყაროს ბოლომდე. ხილული სამყაროს ბოლომდე. თქვენ ხილულ სამყაროზე როდესაც საუბრობდით დღეს ლექციაზე ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, ახსენეთ რომ 5% იმისა, რასაც ჩვენ ვხედავთ, უბრალოდ სამყაროსთან სამყაროს შემადგენელი 5% არის ის, რაც ვიცით, აქედან 25 არის კიდევ პროცენტი იმისა, რაც არ ვიცით, მაგრამ შეგვიძლია აღწეროთ მისი თვისებები და კიდე 70% არის კიდე რაც უფრო არ ვიცით. რაც უფრო არ. რაც შეიძლება ვიცოდეთ კიდევაც, იმიტომ რომ შეიძლება სინამდვილეში ვაკუუმის ენერგია, რომელსაც გრავიტაცია გრძნობს და სინამდვილეში იწვევს ანტიგრავიტაციას, სამყაროს აჩქარებულად გაფართოებას, მაგრამ სულ ყველა ერთად თუ დავდე ნივთიერება და ესეთი ვაკუუმის ენერგია, რაღაცნაირად ერთმანეთს აბალანსები, რომელიც მეტია იმის მიხედვით, მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო მომენტია და ამჯერად საინტერესოა კიდევ ვთქვათ ისიც, რომ თვითონ ეს ფენომენი, რომ მართლა ასე კარგად შეგვიძლია ავწონოთ სამყარო და მისი კომპონენტები, არის ძალიან სერიოზული ექსპერიმენტალური და დაკვირვებადი სწავლის შედეგი, ეს პლანკის და უფრო ადრე ვილკინსონის და მეფის ექსპერიმენტი, სატელიტური ექსპერიმენტი, რომელიც იღებდნენ მთელი ცის რელიქტური ფოტონების სურათს და შესაბამისი ტემპერატურის ფლუქტუაციას, აი ამ სურათიდან შეგვიძლია დავადგინოთ მართლა რისგან შედგება სამყარო და აღვადგინოთ აი სრული კოსმოლოგიური სურათი, რომელიც აი კოსმოლოგია ჯერ კიდე 10 წლის წინათ იყო დაახლოებით იმეცნება, სადაც ბევრი ჰიპოთეზების გაშვება შეიძლებოდა და გაყიდვა. ახლა გახდა ძალიან მკაცრად შეზღუდული მეცნიერება, რაც თავისთავად ძალიან საინტერესოა და ეს გრავიტაციული ტალღების დამატებაც საინტერესოა. სხვათა შორის შეიძლება გასვლა, რომ გრავიტაციული ტალღები აი იმ პირველი კოსმოლოგიის სურათის შევლად დავინახოთ, იმიტომ რომ აი პირველი აფეთქების დროსაც კი გრავიტაციული ტალღების, როგორ ვთქვათ, იმპრინტი რჩება ფოტონების სახით, რომლების პოლარიზაციებში შეგვიძლია გამოგვეცნო გრავიტაციული ტალღები არსებობს, ან შესაბამისი შეშფოთებების სივრცე დროის, რომლებიც დღეს გარკვეული სურათების სახით უნდა დავინახოთ აი ამ კოსმოსური ფოტონების ფონზე და იყო კიდევაც ასეთი, ასე ვთქვათ, ყალბიხმაური, რომ ეს გრავიტაციული ტენზორული ფლუქტუაციები იყო აღმოჩენილი დაახლოებით 1 წლის წინ. საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ არასწორად დამუშავებული ინფორმაცია იყო, მაგრამ ეს ძებნები გრძელდება, იმიტომ ადრე თუ გვიან უნდა იპოვონ. გააჩნია იმის მიხედვით, რა დონეზე იპოვიან, რაღაც ახალ ინფორმაციას მივიღოთ იმაზე სამყარო როგორ იბადება. როგორ გაგვიმართლებს. მაგაზე ალბათ შეიძლება უფრო გაგვიმართლოს, გააჩნია ოღონდ ძალიან ძნელი მოსაძებნია ქაოსურ სიტუაციაში დახატული სურათების გამოცნობა. ასე ძალიან სერიოზული კომპიუტერი ანალიზი უნდა და ძალიან სისტემატური შეცდომების ძალიან კარგად გაწმენდა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს გრძელდება და შეიძლება მივახციოთ ძალიან მნიშვნელოვანი. დღევანდელი აღმოჩენა, ეს აღმოჩენა ძალიან დიდ სივრცეებს ხსნის, ხელს შეუწყობს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას, მიმართულებების, ასე შემდეგ, ასე შემდეგ. დღეს არსებული სიტუაციის, დღევანდელი თქვა ტექნიკური შესაძლებლობებით, სამეცნიერო ცოდნით, თუ არის აი რაღაც მნიშვნელოვანი, რაღაც სამეცნიერო დასკვნების გაკეთება, რა ხდება ჩვენს თავს. ნუ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი წინ მიდის. ერთადერთი, რა თქმა უნდა, შეიძლება ითქვას, რომ რაც უფრო ღრმად მიდის ეს მეცნიერება, მით უფრო ძნელი და ძნელი ხდება ახალი ექსპერიმენტალური ინფორმაციის მოპოვება, იმიტომ რომ ერთი მხრივ ექსპერიმენტები ნაწილაკ სპირიაში მიდიან დიდი ენერგიებისგან, ცელში ამაჩქარებელმა ახლა მოუმატა ენერგიებს და ინტენსივობასაც, ესე იგი გვიხსნის რაღაცა ჰორიზონტებს, საუბედუროდ ძალიან დიდი აღმოჩენები არ გაკეთებულა, დადასტურდა ეგრეთ წოდებული სტანდარტული მოდელი თავის მთლიანობაში და იმის იქით გზა ძალიან გახსნილია და არც ერთი მინიშნება არ გვაქვს, აი საით წავიდეთ. კოსმოლოგიაში შეიძლება უფრო მეტად, იმიტომ უფრო მეტი ადგილი დარჩა.
უბრალოდ ძნელია, იმიტომ უკვე მასშტაბური უნდა იყოს ძალიან ექსპერიმენტები, ძალიან ისეთი ახალი ინფორმაციის არსებითი. შეიძლება ის დროც არის, რომ სინამდვილეში გიგანტის თავი დავანებოთ, უფრო პატარა ექსპერიმენტებს გადავედ და ისეთი ადგილები შევისწავლოთ ფიზიკაში უფრო კარგად, რომელიც აქამდე არ გვიფიქრია, იმიტომ რომ ესეთი თეორიული მოდელი არ ყოფილა, მაგრამ საუბედუროდ ამ გიგანტიზმის დროს შემთხვევითი აღმოჩენების საშუალება იკარგება. ნებისმიერ სასწაულს შეიძლება ველოდეთ ნებისმიერ დროს, ხო. თქვენ საკუთარ ჰიპოთეზაზეც საუბრობთ, დღეს ჯავახიშვილის უნივერსიტეტში, რომელსაც ნაშრომი გააკეთეთ, ამას მოყვა ექსპერიმენტები, რომელსაც საკმაოდ მაღალი სიზუსტის მაჩვენებელი ჰქონდა. ხო, ამ ნაშრომის შესახებ თუ შეგვიძლია მაყურებელს. ნაშრომი ახალი იყო და ექსპერიმენტები გაკეთდა ჩემი უფრო ადრეული ნაშრომის დროს, როცა არ გამიკეთებია ჰიპოთეზა, რომ ეს ბნელი ნივთიერება შეიძლება რაღაც ზომით ანტინივთიერება იყოს, რომელიც თუ ჩვენთან გადმოვიყვანეთ ესეთი პარალელური სამყარო, ჩვენს ბნელი ნივთიერება არის პარალელური სამყარო, ზუსტად ისეთივე სამყარო როგორც ჩვენი, ოღონდ ჩვენთვის უხილავი, მაგრამ რაღაც პატარა ჩრდილებებით ერთმანეთს შეიძლება გავდიოთ და ამ გასვლის მომენტში ცოტა ურთიერთქმედაც გქონდეს ერთმანეთთან. მაგრამ საშუალება არის იმ ნაწილაკების ჩვენ ნაწილაკებში ტრანსფორმაციის ამ დროს და თუ ჩვენ ანტინაწილაკებში გადმოდიან, ესე იგი ჩვენ ანტიმატერია გავაჩინეთ და როგორც აი დენ ბრაუნის მოთხრობაში, როდესაც CERN-დან მოიპარეს ანტიმატერიის კაფსულა და იმით აკპირებდნენ მთელი ვატიკანის აფეთქებას. ოღონდ ჯერჯერობით მაგდითი რაოდენობის ანტიმატერიას ვერ შევაგროვი და გვიჯდება რაღაც საშინელი დრო და ტექნოლოგიურად არის რთული, თორე თეორიულად შესაძლებელია. მაგრამ ამ შემთხვევაში თუ ეს მართალია, ბნელი მატერიიდან შეგვიძლია ჩვენ ვიპოვოთ იმდენი რაოდენობის ანტიმატერია, თუ ეს გადასვლა ვმართეთ, რომელიც უკვე მართვად რეაქციის საშუალებით შეგვიძლია გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია მომავალ რაღაც ხანს საერთოდ არ დაგვჭირს არაფერი ენერგია, იმიტომ 1000 ჯერ მეტი ენერგია მოვიპოვოთ ასეთ საშუალებით, ვიდრე მაგალითად რეაქტორი გვაძლევს ურანის დაწვით და ურანი ცოტაა და თავდება და იქ ბნელი მატერია სამყაროში 5 ჯერ მეტია ვიდრე ხილული მატერია. რომელიც საერთოდ ამოუცნობია ჯერჯერობით და კიდევ ხო, მაგრამ ძალიან ბევრია, უფრო მეტია ვიდრე ჩვენი მატერია. სულ ყველას თუ საწოლად გამოვიყენებთ, ჩვენ აღარ დავრჩებით, ასე ძალიან მორიდებით უნდა მოვიხმართ. მოდი ამ ძალიან დიდი მადლობა დავასრულოთ. ბატონო, დიდი მადლობა მომზადებისთვის, საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი სტუმარი გახლდათ ბატონი ზურაბ ბერეჟიანი, რომელიც ლაკულას უნივერსიტეტისა და გრანდ სასოს ნაციონალური ლაბორატორიის პროფესორი გახლავთ. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ.